Nirutsa challenge Nina in wrestling. So okay, guys, face off. I need the face off. Face off. Face off. Breathe in. Oh. Okay, guys, break. არც მეკლები ავდექი და მივაჭერი მერაბს. მეთქვა მერაბ მეთქი. რაღაცა მინდა გთხოვა მეთქი. თუ უარია პრობლემა არა მეთქი, მაგრამ ესეთი იდეა მომივიდა მეთქი და აი შენ რას ფიქრობ მეთქი? ამ ფორმით მივდივარ, რომ აი ნინა რო გამოვიწვიო მეთქი შეჯიბრში მეთქი. ოღონდ სად ვიწვევ, რას ვაკეთებ, მე თვითონ თავი ბოლო არ ვიცი. რა წარმომედგინა იქ არ ვიცი მე თვითონ. ამან შემომხედა რაღაცნაირად და ისე შემომხედა რომ ვიფიქრე რომ არას მეუბნებოდა და უცბად მომკიდა ხელი პირდაპირ მიმიყვანა ნინასთან და ეუბნება რომ აი ეს გოგო შენ გიწევს ჩხუბშიო. Why you challenge this American girl? Why you wanna wrestling with her? You said wine help you? I want to show to the world that I'm strong. Oh, okay. How about hey, just win. Okay. I want to win. How about if she beats you, then you're gonna make look Georgia bad? I have nails. Oh no. I have two. No. Okay. Hey. Okay. No. I like the danger. Wow. რაც შეეხება ჭიდაობას, არასოდეს არ მიჭიდავია არსად. არც ბავშვობაში, არც დიდობაში. მეც არ მოიხსნე ბოდიში. და ის რა ქვია, საჯი გვეყოლება ჯონ ვუდი. თუ შენ კომისიის წევრი იქნება ჯონ ვუდი და შენ ხარ საჯი? მე ვარ შუაში რეფერი რა. რეფერი, ხო. და საჯი გვერდით ამ საჯი იქნება ჯონ ვუდი რა. მეტი რაღა გავაკეთო თქვენთვის. YouTube-ის კეთება რომ დავიწყეთ ჩვენ სადღაც წელიწად ნახევრის წინ, ხო? მაშინ დავდიოდი და ვლაპარაკობდი რომ მერაბი უნდა ჩავწეროთ, მერაბის სამინდა ინტერვიუ, მერაბის სამინდა ამერიკაში ჩასვლა, მერაბი რო თბილისში ჩამოვა, ეგება ჩავწეროთ, მოკლედ ერთ წელიწად ნახევარია უტრიალებ, ხან საიდან, ხან მამამის ჩავაკითხეთ, ხან მეგობრებს თხოვეთ და ძალიან დიდი მადლობა გავს. ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელმაც ხელი შეგვიწყო და რომელმაც მოგცა საშუალება რომ მერაბი ჩაგვეწერა და ეს დღეები მასთან ერთად გაგვეტარებინა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენგან და თქვენგან სხვათა შორის, იმიტომ რომ თქვენც ამას რო უყურებთ, მათი დამსახურება. არ იჩქარო რა. და არ დაწვე ესე. არ წავიდე აქეთ. ხო, ეცადე ის არ იჩქეთ, აიღე და შეიძლება დაღალო. აი ესე დაღალო რა. აი კი. შენ თუ climbing-ზე და იმაშებოდი და აი გამძლეობა გაქვს, უნდა დაღალო რა. კი. ნო, არ იჩქარო. დამეკი და დაველაპარაკები გავშიშავ. Okay, this is only wrestling. No punch, no poking, no biting, no, don't grab the hair. Okay. No low blow. Okay, you guys know the rules. Okay. One takedown is 1 point. Ninutsa representing Georgia. She's a YouTuber. Nina Drama represents US. She's also a YouTuber and influencer. TikTok superstar. So winner getting wine. Tinandali wine. Thank you, Tinandali, for this. Are you ready? Born ready. Let's go fight! Stop. Me, I don't score this because she fell. It wasn't. Nothing. Hey, 0. It's nothing. Let's go. Let's go. Stop. Up. Okay. Let me tell you. გვერდითი საჯი ამბობს რომ ეს არის ნინა იგებს ერთი ქულით. ხო. ყველაფერი იგზეს, დრო გაქვს ყველაფერი. ავიდა, okay. Time. Let's go. ხო. პანტერასოვით მოიპარე. Let's go fighters. Action. Helebin Ninus! Go forward! Vidi!
Nothing. I don't. It's okay. I don't pay it. 30 Action. 20 seconds left. Let's go. You gotta go. You need to run forward. Go down. Go low. Let's go. Don't stop. 10 seconds. Let's go. Time other thing. Let's go. Let's go. Next takedown wins. Yeah. Takedown wins. Take it down. Let's go, Ninuta. Let's go. You got it. Let's go. No time. One takedown wins. Whoever. Hey. No. Whoever wins now. Two taxes. Shenigem two taxes. Bidi. Okay, no, it's okay. I know. Let's go. Let's go. Come on, you got it. No, let's go. You have one chance. Come on, make us proud. Let's go. Action. You can. She's tired too. Daglilia, Midi. Go for it. Let's go. Ninuta. Let's go. Hey. 1 and 1. We need one more. He's breathing. Okay. Რომ მორჩა ყველაფერი და ცოცხლად გადავრჩი. მე მივხვდი რომ ეს რო ლაივში გადიოდა ათასობით ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში. ვერაფერს ვერ ამოაგდებდი რა, ლაივ კამერა ჩართული და მიდის. და ნუ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ყველამ გადაიღო თავისთავად, ძალიან სახალისო იყო და ეს ყველაფერი ერთ საათში უკვე ყველგან იყო რა, აბსოლუტურად და სპეციალურად არ შევდიოდი სანახავად, იმიტომ რომ მქონდა ესეთი გამოცდილება, მაგალითად რაღაც იგივე მერაბის მამასთან ჩასული რო ვიყავი, ელასტიკებებიც მას სპორტული ტანსაცმელი ლაშქრობაზე მივდიოდით და გადაუხვიეთ მანდ, მაპატიეთ თან არ მქონდა სხვა გამოსასვლელი შარვალი, მოკლედ მაგრამ ათრიეს მაშინ და ეხაც მქონდა მოლოდინი რომ წავიდოდა ლანძღვა და მოკლედ არ შევდიოდი სპეციალურად რომ თვალი არ მომეკრა რამე ნეგატიური კომენტარისთვის და ძალიან მესიამოვნა რომ ბევრი მწერდა კაი რაღაცებს და მივეცი ჩემ თავს უფლება რომ დავტკბარიყავი ამ მომენტში. We have winner, Nina Drama. Yeah, USA, let's go. Nina Drama. Wine for you, Georgian wine. Sinan Dali, and as a great fighter, you deserve Sinan Dali wine too. Great job. I like your fighting. She's tough. Yeah, she's tough. We both get tired. Okay, now. It's so hard to breathe. I know. Now it's like burning. Okay, now interview time. Hey. I was making cheese bread 1 second. Hey. I'm taking my weave out the next. I got where all my jewelry go. You get tired? I just want to say this is for America. Yes. It's John Wood, Coach of the Year. Thank you. In my corner. Rob is a liar. He's a cheat. And if you're Georgian, he will always be in your corner. I'm not Georgian enough yet, but maybe after this trip, you will be. Let's go. I understand you now. You understand me now? Yeah, okay, good. I For like a second, I felt I could win, and that's amazing. Good. Nice. I like it. Respect for რო you guys. გაველახეთ რა საპირებდით? გავლახავდით. ამერაზე ვინერვიულე იცი? მართლა არ გავლახავდი? რო გაველა, აი მაგრა რო ვეცემე. მართლა. იმ მომენტში არ ფიქრეთ ეგ? არა, იმიტომ რომ შენი ძალის გჯერა ნინო. მეც რა მაგრამ მე ეგრე სერიოზულადაც ვერ შევხედე იცი სიტუაციას. ანუ აი ბოლოს რო შემოგხედეთ, მართლა ნაცემები იყავით რაღაც ხრივ რა, იმიტომ რომ ამას რაღაც აი ბეჭი ჩასისხლიანებული ქონდა და ცოტა დაპორჭყმილი იყო. წესებიც ოდნავ დაირღვა რაღაცა. მე იქ რო აყირავას ერთმანეთი წააქციეს, მან უკვე ცოტა დავფიქრდი და მივხვდი რომ მეთქი აქ რაღაცა სერიოზულად ასაკმე. Hey, let's celebrate this. Let's go.
ეხლა მე შეგიტარებ შენ იცი შე რომ მეუნებოდი მიდი შეგიძლიაო იმნა დანებება მინდოდა მაინც მივაწექე რომ მეუნებო ხო ვიცი ხა სულალი იყო შანსი არ მქონდა ვიცოდი მაგრამ მაინტერესებდა რამდენი ხანი გავქაჩავდი მაგასაც თუ გავქაჩავდი არ მეკონა არა ყოჩა მაინც შემომეწონა შემართება მაინც ბოლომდე მიხვედი და ხო ეგ არის ხო აი შეხედე შეიძლება გინდოდეს მაგრამ თუ დაიღალე უკვე ხო და ეგ არის ყველაფერს გამოცდილება გამძლეობა ფსიქოლოგია გეგმა და ესე შემდეგ ხო და ეგ იგი არ ვიცოდი რა ფეხებში როგორ უნდა გეკეთო ხო კარგად აკეთებდი აი კარგად აკეთებდი რა ორჯერ წააქცია პროსტა ამოგატრიალა თორე გდება შენ გაუკეთე რა არ ვიცი პროსტა მიდგომა იყო საჯმა ჩემოცნება იმას მიუდგა თორე მე შენ მოგცევდი ორქულას იმიტომ რომ ხო დებები გაიხარე ბაიც ქართველია ქართული ჭიდაობის ილეთ წესები ჩვენ მოიგე რა მე მეის წესებით იმან აჯობა მაგრამ ქართული ჭიდაობის წესები ჩვენ იგებდი რა აი მამით მიფრთხილდეს ხო ვიღაცა თუ გამაგრდა ხო არა შეხოთა შორის თუ გამიკვირდა რა მაგრად და ცემა მაგარი ვიცი გამწარებულზე მაგას ვიყო პატივისცემა ძალიან დიდი მადლობა ოჩაში მე რა ვიცესებით მე მოვიგე ხო всё ბოლოს რო ჩაეხუტა ნინა ის ნინა თორე ეს არ ეხუტებოდა ხო ეს მაგარი აღრენილი იყო თავიდან მაგრამ წაგება ხო კი ეს ვიდეო უკვე ნანახი მაქვს ბევრჯერ ხო მონტაჟის დროს ჯგუფის მომენტები და თან ხო ვისმენ თან ვუყურებ და ზუსტად მაგ დროს ან ვიდეოშიც ისმის ვიღაცები რომ ეძახიან რომ ფეხში წამოდა ფეხი წააქცია და რასაც ეუბნებიან ზუსტად იგივეს იმეორებს წამყვანი ვარ ეგაა რასაც მეუბნებიან იმეორებს იმინე ყურზე ეჯდნენ ყურზე მეჯდნენ აღარ ლაივს ნი ძვალში დაიწყე ხოთი შორის მე კარგად ვარჯიშობდი თავის დროზე მეც რაზე ვინერვიულია სოსიკოს თუ უყურებდით ერთი ვიფიქრე ეგ არც კრინჯმა შემაშინა არც გალახვამ შემაშინა ეს სოსიკო ისეთი ამაყი იყო რომ რა გითხრა ეგ ვიფიქრე ხა სოსიკოსთან თავი არ ო გავიბანზო იქნებოდა ხა ნინას მეც კი ვეჭი დავიბანზო სხვათა შორის ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რომ მთელი დღე უტარე ყვავილები და მე მიაწოდა და ჩასმულია ვიდეოში ჩასმული თქვენ ჯერ არ გაქვთ ნანახი მაგრამ მაგასაც ნახავთ If something we can fight anyone who feels us like ეხლა რაც ნახეთ იყო რეალური მე და ნინა დრამას სპარინგი რომელიც საჯიც იყო მერაბ თვალიშვილი მაგრამ ესა მარტო დასაწყისი წინ გელოდებათ სამეგრელო მოსაც ძალიან დიდი ხანია ელოდები და მე ძალიან დიდი ხანია ველოდები როდის განახებთ თქვენ იმ სამეგრელოს რომელსაც თქვენ გისაუბრებთ ეს ყველაფერი იქნება ნინასთან და მერაბთან ერთად იქნება კახეთში მოგზაურობა და იქნება ძალიან ბევრი სახალისო სასაცილო და საინტერესო მომენტები ამიტომ დარჩი ჩვენთან ფრთხილად გამოიწერეთ გვერდი და ლაიქიც გჭირდება და კომენტარიც ეხლა რო გავა ინტერვიუ, როგორი მონაკვეთი 3-4 საათია დაწყებული არის გადაღება და მე კადრების მეტი არაფერი არ მაქვს გადაღებული და შუა დღეზე უკვე მისულები ვარ და ბოლოს ერთი ნიკამ დამიბრიალა თვალი და ბოლოს გამწარებულზე მოდის მარიშკა და მეუბნება ეს რა ცხოვრებაში მეორედ ეგეთი შანსი არ გექნება. ეხა მოკიდე მაგოსმოს ხელი და მიდი და ჩაწერე ნინა მაინც დაგელაპარაკება. არდრას დამელაპარაკება ის ნინა თავის კამერას ელაპარაკება პირდაპირ ეთერში და მე ოღონდ არც ვიცოდი პირდაპირ ეთერში შეუვარდი ჩემი იმის DJ ოსმოთი და იმდენად თავაზიანი და ესეთი გოგო არის რა უხერხულად არ გაგრძნობინებს თავს ბოლომდე პატივს გცემს მოგისმენს რომ მოკლედ თავის ლაივში ჩემი ის რა ქვია უხერხული ინტერვიუ გავიდა და ძალიან მეცინება ჩემ თავზე 2 საათში რომ ამ ესე რომ მერიდებოდა მისვლა და რაღაც კითხვების დასმა 2 საათში სპარინგზე რო გამოვიწვიე ძალიან საყვარელი ჩემებური ტრანსფორმაცია იყო
This is us. Yeah, this is us right there. This is us. Yeah, it's you and me. And how many people are watching actually? I think over 1,000 people. 1,000 people are Yeah, watching. we just started it. I'm so happy. Hi. What's going on? We're live streaming all of this on Kick. There's on an Kick. app you can go live stream Yeah. all the time. So We made the front page too. You can say whatever you thank want. you that you came to Georgia and you're highlighting about Georgia. It's so important for us. It's been an honor. And Truly, it's we are been very an honor. proud of our boys. They're the best. Boshibo. Where is? Boshibo. Oh, the That's boys right, are right? coming. Boshibo? Boshibo? No? Am I saying it right? Boshibo? Bavshvebo. Bashvebo. We have very difficult grammar, but we can practice. That means boys, right? But kids. Kids. Babushvebo. Baboshvebo. Babushvebo. Bavshvebo. I'll get it. I'll get it. People were jumping on your bus. Come on, it was extreme. They were I hope he's okay. He's okay. Yeah, prayers in the chat. This is the 'Cause that- wildness of he, Georgia. Well, he climbed a traffic sign Yeah. and stood on. He like balanced. It was like some Cirque du Soleil stuff. He balanced on top of the traffic sign and then jumped onto a moving bus. Have you seen something that in USA? Someone acting like this? Yeah, but they're usually Safer. crackheads. Yeah. Safer. Coach, I want to give you some flowers. You give me. Oh, for me? Yes. What's your first impression of Georgia? I love it. Beautiful country, beautiful people. It's probably one of the best places I've ever been. How do you know Merab? From where? Marab, I'm his head coach. I coach him for fighting. But how do you know him? When you met him first? Oh, about 6 years ago, he started coming to my gym in Las Vegas. Yeah? Yeah, and then just from there, we've been building relationships. What's your first? Yeah. What was your first impression? Did you think you would become a champion? First impression of Rob is he's just a crazy little dude. He's Yeah. a crazy guy inside the gym. I knew real early that he had championship qualities and championship potential. I did Like not. first time you Yes. saw how you knew he But I could. did not know that it would be after about a year or two. Then I started to realize, okay, this guy's got. And now, like, I love the guy. You know, he's like family now. He's a great guy. He's one of the nicest guys we have in the gym. One of the best teammates. Everything. He's an amazing dude. I thought we were entering the forest, Well, it was a forest and before. there's a castle in the forest. Well, you're on the hill. I'm on the hill. There is a forest, We're in the forest, and there is a castle. and there's a castle. 5th century castle. We have everything. You have even more. Nina, can you ask? It's a beautiful. Can I ask you something? You can ask me How anything. did you get in this business? Oh wow, that's That's what. a long story. You ready? Yeah. Okay, I'll sum it up. Okay. About 3.5 years ago, I got invited to one of those Apex events. Mm-hmm. A friend had invited us, but he only had 2 tickets. So he said, if you reach out and you ask them, maybe they'll give you a 3rd ticket. And so I said, okay, I'll give it a shot. I don't know if they would or not. So I reached out to them, and someone on the social team said, yeah, of course, we would love to give you a 3rd ticket. And I didn't know this, but at the time they had known my, my media content. Yeah. Because I used to make comedy skits Yeah. and stuff like that. So they gave us a 3rd ticket. I was so excited because I'd never been to an Apex event before. So Yeah. here we go. So I've never been to an Apex event before. So when I went, I took a bunch of stories. I posted it. I emailed them back. I said, thank you so much for having me. It would be a blast. If you ever need me again for absolutely anything, I would come out. The drop of a hat. So they said, yeah, we'll reach out to you if anything ever comes up. And I said, okay, cool. So then literally like less than a month later, they reached out and said, hey, we're starting an activation with like a new form of media. Maybe, like, we're thinking of you for this activation. You know, would you be interested in doing it? And I said, yeah, whatever it is, just like let me know. Long story short, we used to bring the camera to the Apex, and if there were fighters there, I'd ask them if they would do interviews with me. And one of the very first interviews I ever did was actually with Merab. Really? Yeah, and it's on my YouTube. It's on my YouTube. It's when I had like reddish pink hair, and that's when he told me that his favorite movie was The Titanic, and he loves 50 Cent. He loves riding horses.
ერთი წამი შეიძლება ვიცი რომ 100 კაცი დაგზდევს მაგრამ ზუსტად წავს ხეთი მე ესე გავმეყიდეთ ერთი ამბავი მაქვს საკითხავი თქვენთვის ნინჩო მომიტყვა რომ ზონჩკარდათ ხარ დაკეცავით ისა რა ქვია 1 წლის წინ სადღაც სახლში იყავი და მის კოლი ქონდა ტელეფონზე ეგ ამბავი შეიძლება მოყვეთ ვინ გირეკავდა მოკლედ მარკ ზუკერბერგი იყო ვეგასში ჩამოსული და მე მეგობრებთან ერთად ვიყავი და ხო ტელეფონი არ შემოწმებია და მე როგორ ვნახე მაგ ზუკერბერგს კი არა ზაკენბერგი ქვია მაგას ზაკენბერგი ხო ჩვენ ზუკერბერგი ვიცი ხო მასე ვეძახით მას ხო მარკ ზაკენბერგი სტანარიკები და მონაწერები იყო რა სათხარ მე რა შევიგირეკავ რაღაცა და ანუ პოკერის ეთამაშოთ მივდივართ მეგობრებო და წამოდიო შენცო და საიდან იცნობ ესე რომ გირეკავს და დიდი ფანი არის ხო? ხო, MMA-ის გულშემატკივარი, ანუ MMA უყვარს და ვარჯიშობს თვითონაც და ეხლა ნუ საიდან რავი უმაღლეს ლიგაში ბრძოლობ UFC-ში რა და ანუ კი, მაგრამ მაინც მარკ ზუკერბერგი არის, ხო ხტები Facebook-ში. ადამიანია ისიც რა, როგორც მეც თავიდაზე იმანაც. ნუ ჩვენ ეგეთი ჩვეულებრივი ადამიანები აქ არ გვინახია, მაგით აგვიხვით. აი, ჩვენც ყველანი ანუ თქვენც მე. ან ჩვეულებრივი ტიპი არის, რომელიც გირეკავს საღამოობით და შეიძლება ნარც თამაშობდა მაგასთან ერთად. აი, აი გაჩვენოთ, აი. არ შეგიძლია ერთი სიტყვა შემეწირო Facebook ალგორითმი და Instagram-ის სამი მუშაობს? აი, მაგაზე არ ხო. ფრენდებში გყავს? რა თქმა უნდა. გამოწერები ვართ ერთმანეთის Instagram-ზე. მე მგონი ეგეთი გამომწერი არ მყავს. ამერიკის. აუ რა ხდება შენ ტელეფონში. ამ წამს ის ტელეფონი რო ჩავერთოთ არ ჩერდება მესიჯზე. Congrats, you look great out there last night. რა კაია ტრამპს ხელს რო ჩამოართმევ და ზუკერბერგი რო გიგივოთ. ესენი ძალიან ახლოში არიან. კაი მოდი გეხვეწებ. აქ რო არ გავეცი პასუხი ბოლოს. ეხა გავეცი პასუხი და WhatsApp-ზე გქონდა მოძაწერი რა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ეხა. გამოვშვი. იგივე შემწყნელს ვკითხე რა რომ მოვიდა მეთქი რა. ეტყობოდა მეთქი რომ აი ესე მაღლა გაფრინდებოდა მეთქი. ეგ სულ მაინტერესებს რა ბევრი ადამიანისთვის თემა არის რომ თავიდან გეტყობა არ გეტყობა შეძლებ ვერაწევ. აი ეხა ნუ გასაგებია თქვენ იმაში მე რო ამერიკაში წავედი მე უკვე როგორც მებრძოლი ისე წავედი მე იქ ისე აი ბევრს გონია რომ მე იქ ჩავედი შენ როგორ სამუშაოდ და ხო ჩემპიონად ანუ ეგ ჩემპიონობა აი მქონდა ჩავარდნები ცუდი პერიოდები მქონდა ანუ მქონდა აზრი არ აქვს MMA-ის იმიტომ რომ პირიქით შეჯიბრებებზე გამოდიოდი თანხას იქეთ ხარჯავდი ასაკიდან თავი უნდა გამოთავისუფლებინა და ერთი პიროვნა დამესვენა იქ თანხას არ მიხდიდნენ ბრძოლებში და ენთუზიაზმზე ბრძოლობდი რა და ეხლა რა აზრი აქვს თუ ეგ გეთანხმები საქმეს უნდა ფასდება იმ შემოსავლით რომელიც გაქვს თავარი რა არის წავაგე ორი ბრძოლა რა წააგე ხო ანუ რის თქმა უნდა ეგ ძალიან ის არის ხო ანუ შეხედე პულს იქეთ ხარჯავ შრომობ გიჟივით ბრძოლას აგეთ რა თან მარტო ხარ ოჯახი გვერდში არ ყავს ხო არა პირიქით ოჯახის იმედი მე ვიყავი ამერიკაში წახვედი ნუ ამერიკაში ხარ იმენა ხო ხტები ჩავე მაგრამ ხო რა ანუ რის თქმა უნდა აი მაგ დროში რო ხარ ორი ბრძოლა წააგე არ გამოდის ფულსაც ხარჯავ აქეთ ხალხის შესანახი ყავს შენ ხარ მარტო და ამ ხელა ქვეყანაში 360 თუ რამდენი მილიონი კაცი ცხოვრობს. ხო და აი ზუსტად მან არის ის რომ მე მინდოდა ჩემი მაქსიმუმი გამეკეთე. თუნდაც წამეგო, იმიტომ რომ ის ჩემთვის ის წაგებაც სიამაყე იყო, თავარი იყო მე ღირსეული ბრძოლა მეჩვენებინა და თუნდაც იმ ბრძოლაში დამარცხებით მე თვლი რომ ჩემი ქვეყნის სახელი გავიტანე ვაჩვენე ღირსეული ბრძოლა რა და ну ჩემი მიზანი იყო რომ გამეკეთებინა ჩემი მაქსიმუმი, იმიტომ რომ დანებება ყოველთვის შეიძლება და დანებებით ყველა ნებდება რა, მაგრამ ვინც დგება და ისევ აგზელებს გზას და ვინც რაღაცას ერთეულებს შეუძლია და მინდოდა რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა და აი ზუსტად დავხარჯულიყავი მაქსიმალურად ვარჯიშზე და გამეცა ყველაფერი და ვიხარჯებოდი ყოველთვის მაქსიმალურად ბრძოლაზე და აი ამ
ნაბიჯ სიარულმა მიმიყვა და აქამდე და ესე ყველაფერში ესეა რა ეგრეა პირდაპირ სიტყვაზე შენ პირდაპირ მილიონ გამოწერზე ხო ვერა ხო რა ნერსენ და 50 ვეტილავები და აი კარგი მომენტია რომ თხოვოთ რომ გვეხვეწებით გამოგვიწერეთ ხო აი ეგრეა მაგრამ ნუ ასეა რაღაცა შრომობ მე შენ რა თქმა უნდა უფრო მეტი გამოცდილება რაღაცა შეიძლება რაღაცა უფრო მეტ სხვა რაღაცა მიაგნო შენს კონტენტს ან შემდეგ რა ვიცი მოკლედ ხო ესე ყველა ვსწავლობთ ყველა ვსწავლობთ განვითარდებთ და ესე როცა არ დანებდა ხო ეგ არის ხო თორე ეხა ხო შეიძლება ბევრი გინახია შუა გზაზე რომ მიუტოვებიათ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რა იციან რა შვები მე რას ვიზა ჯინჭარი ვიპოვე და ვიღაცა დაისუსხება აუ მაგა მე შენ ჩვენიანი ხარ ესე უნდა დავსუსხო this is ჯინჭარი Georgian ჯინჭარი so yeah give me your arms no and then both arm action or leg okay no just 1, 2, 3, 4. Did you feel it? You're going to. That's what burned me on the way down. Oh my god! He knew. Yeah, like. Oh! It's Oh my god! Yeah, you have to feel it. Now Why do I have to feel We already it? felt it. Oh my god! It burns. ჯინჭარი დავსუსხეთ ჩვენი ნინა და წელს მეტი მომივიდა. Me? Okay, Nina, watch Nina. No. It's okay. It's okay. Yeah. And then. That's okay. That's okay. Okay. That's it. I give you what you need. I've trained Baushaba. This is our childhood. Don't be afraid. Okay. Really. But it's just painful. Yeah, but it's okay. It's gonna drag all the toxin out of Man, I everybody. feel like a Marvel superhero. კარგავთ ამერიკაში ნიკას. დავკარგეთ. ნიკას ფანებო მე მგონი ნიკა ყავთ. კი. საეჭვიანო გოგო მე და შენ. მე და შენ დიდი ხანია საეჭვიანო გოგო, მაგრამ ამ გოგოს ვერ შევეჭიდავებით, ამიტომ ჯობია გავდგეთ გვერდში. სადაც ხო ჯობია გვერდში. ჯობია გავდგეთ გვერდში, იმიტომ რომ ნამეტან ძლიერ კონკურენტებში გავირევით ახლა. ესეთი გადაღებაზე ჯერ არ ყოფილვარ, მსოფლიო ჩემპიონი, აგერ ჭყუმპალავს, მოდი. ხოცები გადაიღე რა რაოდენობის ხალხი უღებს რომ ბანაობს რა ხდება და ესე იგი მისი მწვრთნელი ისე თვალებით იყურება რომ არ ვიცი. აი წყალია ხო? ძალიან მაგარი წყალია. ეს შემიძლია სიამოვნო. აქედან მივდივართ წინანდალში ღვინო უნდა დავლიოთ. არაფერი მინდა პაულო. Disturbing you? No, not at all. Do you feel better? No. No? No. Do you want anything like medicine? No, I'm okay. You're sure? Yeah, You're very they strong. said it'll take a couple days. Couple days. Oh my god. Yeah.
But you look gorgeous. And I saw your live stream. It was amazing. Yeah, it's good. I think we're gonna live stream again. But you're like I'm excited. really hard worker because being on live stream all the time. No, well, we just started the channel Saturday. Yeah. So this was my first live stream. უჯარმა იყო პირველი პუნქტი, მეორე პუნქტში მოვედით და ახლა ნინა დრამას და ნუ მე მაგ იცის ჩურჩხელს ამოვლება, მაგრამ coach John Woods და ნინა დრამას ასწავლიან ჩურჩხელის ამოტარებას. საქმიანი ამბავი არის და ჩვენი YouTube ამოტარებას თუ ამოვლებას რომელია ეს ისტორია? იცი რა არის? არ ვიცი. ამ ეტაპისთვის უკვე აღარ იყოს ამოტარება მაშინ. ამოტარება. ბადაკში ამოტარებას გაასეირნ. ამოკატავება. ჩემ YouTube-ს არ უყურებ გეტყობა რა გეცოდინებოდა მე საერთოდ ცალკე საკუთარი ლექსიკონი მაქვს შემიძლია გამოუშვა. ხახო მე ესეთ გადაღებაზე არ ყოფილვარ. ერთი არ 20 ტელეფონი 8 პროფესიული კამერა და ყველა კონტენტს აკეთებს. და 2 Osmo პაკეტი. და 2 Osmo პაკეტი რომელიც ყველაზე მაგრამ უშო. მთელი მსოფლიოს ყურადღება, როდესაც იყო მიპყრობილი მასზე, ყველაზე ცნობილ MMA-ის, ჟურნალისტი, კონტენტ კრეატორს მოკიდა ხელი და ჩამოიყვანა საქართველოში. მთელი ყურადღება, რომელიც იყო მასზე მიმართული, გადმოიტანა საქართველოზე და უბრალოდ კი არ ჩამოვიდა აქ მეგობრების და ახლობლების სანახავად. ანუ მთელი საქართველო დაათვალიერებინა ამ გოგოს და ამ გოგოს მეშვეობით დაათვალიერებინა მთელ, არ ვიცი, მთელ სამყაროს, რა ვიცი, რამდენი გამომწერი ყავთ და დღეს სოციმედია არის, რა ვიცი, ყველაზე წამყვანი ამბავი, ხო, ხალხი სწორედ აქედან იგებს ამბავს. ამიტომ მე მგონი ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ამ ესე იგი რამდენი იშრომა საკუთარი წარმატებისთვის მიაღწია წარმატებას და მთელი საკუთარი წარმატება მე მომართა უკვე საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციისკენ და რა ვიცი მგონი რომ ძალიან მაგარი ბიჭია და ტყუილა არ დავსვდები წელიწად ნახევარი რომ ჩამეწერა გული მიგრძნობდა მარიშკა ვამბობდი მე So there is the dot but first use some flour, right? Would you like to smell the flour? Do it. Whatever I do it, you do it too. Yeah. And then no, close there. Got him. Pretty bad. Sound good. How's that feel? Okay, it's good. Okay, so here? Okay. Here? Like that? Bokhol shen mashik Amerikashi da Bokhol shen Amerikashi. გვაქთავე. გუდის ყველი ღვინა. ნიკას ვუგონი ზუსტად მაგას რომ აი გაცლება ხო გინდა ამ ყველაფრის. სულ ყურადღების ცენტრში ხარ და ყველასთან თავაზიანი უნდა იყო. წარმოიდგინე ამ ხალა თამაში გქონდა, როგორ ემზადებოდა, როგორი დაღლილი იყო, გაიმარჯვა. ეგრევე ჩამოვიდა საქართველოში ხო სიგიჟე დახვდა. მართლა დედოფლისა რომ ავტობუსებს ახტებოდნენ და აი არ ვიცი, არ გაჩერებულა ხო? მესამე დღეა და მესამე დღეს აქ უნარი რომ ვიღაცა ნინუცას და მარიშკას თავაზიანად სათითაოდ ყველამ გაცეს პასუხი და არსად არ გაგრძნობინებენ წამის მეასეთში რომ ტვინს უბურღავ. მე ხომ ერიდება მის მომდე ვიცი რომ ტვინს უბურღავ. იმიტომ არის ჩემპიონი რა.
ეგა არ გაგრძნობინებს. აკაღომა. არგო ბოლოლუკმა იქნება დეგუსტაცია. კაცი ჩემპიონია, მაგრამ ეხლა ვნახავთ სამზარეულოს ჩემპიონი არის თუ არა. ნახე რა ხიდი გავაკეთე. ხარ სამზარეულოს ჩემპიონი? მე ვამზადებ უფრო ჯანსაღსაჭმელებს რა, ეხლა ანუ რაღაცა. ცომი გლუტენი არა, ხო? ხო, ანუ სუპი ანუ რა გინდა მითხრა სახში? სალათები. ანუ სახში შენ ამზადებ სუპს, სალატს და კი, როცა მჭირდება მე ვამზადებ. კადრი წარმოიდგინეთ სამზარეულოში ოღონდ სტუმრებისთვის რომ აკეთებ. შენ ხარ იუთუბერი. კი. მეც მაგ იუთუბ არხი და შეგიძლიათ ნახოთ ჩემი იუთუბ არხზე რომ გამოვაცხე რა. ვიდეოები დევს კიდე საჭიროა. ახლა ოღონდ არ ვაკეთებ. ეგეც არა. რამდენიმეჯერ გამიკეთებია. ისე ერთი წამით კიდევ ერთ წამს წაგართმევ, დილა როდის იწყება შენთვის? აი ერთი ჩვეულებრივი დღე შენი რო გავიაროთ მოკლედ. დამღლელი ვარჯიში მაქვს 2 საათიანი და ვარჯიშს მე რჩები, წავსულებ, მე მივიდივარ UFCPI-ის ინსტიტუტი ესეთი, სადაც იქ სადიალოგ ხომ ჩემ მეგობრებთან ერთად და მე ცოტა ხანი ვისვენებ აზზე მოვდივარ და კიდევ ვარჯიშზე მივდივარ ხოლმე და მე მოკლედ ანუ ჩვენთვის ახლა წარმოდგენილი რო არის ესე, რომ შენი ცხოვრება არის რაღაც ძალიან ჯადოსნური იქ, რეალურად 20 საათი შევმოხ რა და ანუ ახანახან აი ვიდეოს როდებ ხოლმე რა ეგ ვიდეოს დავუშვათ მინდა რომ გადავიღო და იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე რომ აი გადავდე მოდი ხვალ გავაკეთებ ეგ გავაკეთე და იმიტომ რომ იქ ვიდეოში ნუ ხო რა ვიდეო შრომას ითხოვს რა ეხა მობილიზდით, იმიტომ წინ გველოდება სამეგრელოს. და როგორც ვიცი, ზიპლაინიცაა ჩანაფიქრში, ცურაობაც იქნება და მოკლედ, ნუ ყველაფერი ის რაც არის სამეგრელოში. ყველაზე გემრიელი და ყველაზე ლამაზი. თავგადასავალი კიდევ წინაა. არ უნდა გამორდო. და უნდა გამოიწეროთ. ხო, და კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს საშუალება გვაქვს ამ ამბავს ვაკეთებთ. ვინ მოგვიშვებდა ეხა ჩვენ აქამდე, რომ არ იყოს თქვენი მოწონება, გამოწერა, კომენტარები, ჩართულობა, გადაზიარება და თქვენი მხარდაჭერა. ამიტომ პირველ რიგში თუ მადლობის თქმა არის, ჯერ თქვენ უნდა გითხრათ ჩვენს გამომწერებს მადლობა, რომ ესე მხარში გვიდგავხართ და გვეხმარებით ყველანაირად და მე კიდევ ძალიან დიდი მადლობა გავს.
როგორც ხედავთ. ჩამოვედი სამეგრელოში. აჰა. გაიხარეთ? აბა ვინ გაასწრებს? ვინ გაასწრებს? ერთი ჭიქაღვინო. წავედით. მარტვილის კანიონში ვართ, ესა ჩვენ პირველი გაჩერება და მე ძალიან დიდი ხანია მინდოდა ჩამოსვლა, კონკრეტულად ეს კანიონი მინდოდა მენახა და მოკლედ ხო, აქ სრული საგიჟეთია. რომ მეუნებოდან ჩამოდი სამაგრელოშია, სულ მინდოდა და ძალიან მაგარი ხალხი დაგხვდა და ნუ მიდის გადაღება. აჰა, ეხლა განახებთ რა ხდება ჩვენს თავს. მოკლედ წინ ნიკა არის კამერით, მარიშკა და ჩვენ გუნდ სოფოჩკა შემოუერთდა, რომელიც გაოგნებულია. ამდენი ადამიანი და აი ამდენი ადამიანი უღებს მერაბს და ეს არ წყდება უკვე მერამდენე დღეა. როგორი წარმოდგენა გქონდათ მერაბზე სოციმედიიდან და როდესაც გაიცანით და 4 დღე გაატარეთ მასთან, როგორი შთაბეჭდილება დატოვა? ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან მაგარი კაცია, მაგარი ქართველია, მაგარი ვაჟკაცია და კეთილი არის რა, რაც მთავარი, ანუ სიკეთეა რა, ტიპი რა, ძლიერი, კეთილი კაცია. მე ყველაზე მეტად რამ გამაკვირვა იცი? რომ ანუ ხო ყველა დაძდებდა და ხვდებოდა და რაღაცა და აი ყველასთან მიმართებაში მართლა ეგ ვიგრძენი, რომ აი ის ბავშვი რაღაცა 15 წლის ვინც მოდიოდა და ტიროდა და ავტოგრაფს თხოვდა და ჩახუტებას და ფოტოს, აი ეგ ვიგრძენი, რომ მე რაბიც მაგას ეუბნებოდა, რომ აი მეც შენნაირი ვარ. ხო და აი ეგ რა მომენტი ხო აი ყველასთან ეგ დამოკიდებულება ქონდა. ტიპმა თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს საერთოდ რა. ანუ ბოლომდე თვითონ გაიტანა ყველაფერი. აუ, მე ვიტყვი რა. იცი რა არის ძალიან ხშირად ადამიანებს თავში უვარდებათ რაღაცაები რა. საერთოდ არაფერი ვარ აქვს, მაშინ უვარდებათ თავში და წარმოიდგინე მაგდენს რომ მიაღწევ და თავში არ აგივარდება რა ძლიერი ტიპი ხარ. და როგორი სამაგალითო ხარ რა? ფოტოშოპს ნინაც ეგეთი არის. ნინაც ეგეთი უშუალო თბილი და რას მუშაობენ ცხოვრებაში აღარ ვიტყვი დავიღალე. ჩემი სიტყვა დავიღალე ამ YouTube-ზე აღარ იქნება. ჩვენ სხვა სამუშაო ეთიკას გადავდივართ 24 საათიანი რეჟიმი, ღამის 12 საათია მაინც ვაგრძელებთ ინტერვიუს. დაგვერხა. კიდევ ერთი. აუ ბოლო. შენ უნდა მჯდარიყავი აქ და ჩვენ ვზივართ. ბოლო. ვიართავ, წევართ. ეს რომ მიცოდეთ ჩემი და ნიკას ინტერვიუ საერთოდ არ იყო დაგეგმილი და თუ რაღაცა ცოტა ისე ვზივართ გვაპატიეთ, იმიტომ რომ აი საერთოდ დაგეგმილი არ იყო და ნინუცა გვაძალებს მართლა იქიდან ქორივით გვადგას თავზე და გვაძალებს რომ კითხვებს ვუპასუხოთ. დედა გაიხადა ამ კაცმა მგონი ახაც ხდება. ნახოთ აბა. მიდის. როდესაც ესე იგი გალფმა გითხრა რომ ეს პროექტია და რაღაცა ძალიან გაგვეხარდა. მაგრამ როდესაც მივედით და დაგხვდა საშუალოდ 40 კაცი მერაბის ირგვლივ და მართლა გზა უნდა გაგეკაფა რომ მისულიყავი, მან ცოტა გული მიღიტინებდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ იყო სერიოზული ალბათობა, რომ უბრალოდ არ ქონოდა ეს 15-20 წუთი იმისთვის რომ ინტერვიუ ჩაეწერა. ეხა გონიათ რომ რაღაცას ვიგონებ და კადრები აქ იქნება უამრავი, რამდენი ადამიანი ეხვეოდა თავს. მთელი დღე იყო გაწერილი, აი 10-ზე რო იწყებოდა, დღეს სრულდებოდა 11-ზე. ამ ადამიანებს რა ჯანი აქვთ და რა ენერგია, მე მაგაზე არ ვილაპარაკებ. მაგ მომენტში რო არ მივსულიყავი და არ მეთხოვა, მე უკვე შანსი აღარ გვექნებოდა ინტერვიუს ჩაწერის. რა, აი ბოლო მომენტი იყო და რა ქვია, ძალიან ნერვიულობდი. რომ მივედი ვკითხე, მე ვთხარი შეიძლება 10 წუთი, 15 და 15 არაო 10-ო.
მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა 20 წუთი და ხოთრჩერის ძალიან კარგი ინტერვიუ და მადლობა მას ამისთვის და საშუალება გქნებათ რომ ახლა მოისმინოთ. ჯერ შემაფასე სპარინგზე. მაგ მომავალი? ძალიან გამიკვირდა და აი შემართება რომ გამოიწვიე ამერიკელი სტუმარი ნინა დრამა ისიც იუთუბერი და მოგინდა მასთან ჭიდაობა, ვაფასებ მაგას. თავი რაც არის რომ შემართება გაქვს რა, ეგ ამ თავარი. და თელი გულით და სულით ვცდილობდი და რა ვიცი, სხვა შორის ქართული ჭიდაობის წესებით შენიგებდი. მაგრამ იქ ნუ ჩემწნარმა იქ ამერიკული წესებით, ამერიკული ჭიდაობის წესებით გააკეთა რა, ეგ და ნუ მოკლედ ძალიან მაგარი ბრძოლა გამოვიდა, კი? მაგარი. იმ რაღაცა მომენტში ბოლოსკენ ძალიან ცუდად ვიყავი რა, ვეღარ სუნთქავდი და ვიფიქრე ახლა წავიქცევე მეთქი და უცბად შენი ხმა მესმოდა რომ ეს რა ქვია, ისიც დაიღალაო რა, მიდიო და რაღაცა წამის მე ასეთში, აი ძალიან სიმბოლურად 1% შევიგზენი ალბათ შენ რას გრძნობ რა, აი ამდენი ხალხი რო გულშემატკივრობს და ეს ენერგია და რო აღარა გაგძალა და ვიღაცის ხმა გესმის, აი კონცენტრირებას გაძლევს და კიდევ ძალას გმატებს, აი ეს ბოლო ჭიდაობა მაგითი გავქაჩე და მე ჩემთვის ვიფიქრე რომ აი შენ რო გადიხარ, ხო? და იწყება ბრძოლა. აი გააკ ვიღაცის ხმა ვისიც გესმის, ან რაღაცა რაც გამაგრებს და გაძლევს ბოლო ძალებს. ჩემთვის აი როგორც ეხა მუსიკა გესმის და განწყობას გაძლევს, ანუ რაღაც სირბილის დროს, ვარჯიშის დროს რაღაც მოტივაციას გაძლევს, ეგრეა რა. ძირითადად საქმე ჩემზეა, მე ვაკეთებ და უბრალოდ ხმა რომ ესმის ჩემი კუთხის ეს მაძლევს, უბრალოდ აი რაღაც თად მარტოს არ გზნობ თავს, იცი რომ უკან გუნდი ხავს რა და კაი შეგზნება, მაგრამ ყოველთვის მაქვს ჩემი თავის იმედი და ეს არის გადამწყვეტი რა, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ბრძოლის დროს რომ გაიჭედები, სახა შეიძლება დაბლა მოყვე, ცუდ სიტუაციაში მოყვე და იქ უკვე კუთხეზე რო ხარ დამოკიდებული, არ ეგრე არ უნდა იყო რა, შენ თავზე უნდა იყო დამოკიდებული რა. ანუ არავის ხმა არ უნდა გჭირდებოდეს. არ უნდა გჭირდებოდეს. ის რა თქმა უნდა, რომ კიდევ როგორც სიმღერა ისე უნდა გესმოდეს რა, ანუ კარგად მოტივაცია რაღაც შეიძლება გაითვალისწინო რაღაცები, მაგრამ ხო არა, შენ თავზე უნდა იყო დამოკიდებული. ხო იცი რომ შენ თავი ვიყავი სახში და ხო გაქნანახი ეგ კლიპი. შენი ის გულიც ნახეთ და ძალიან გაგვეხარდა მთელი გული ისე ვიყავით. ნახე, საცილები. ხო მეც და მამაჩემსაც, ანუ მამაჩემს მაგარი იუმორი აქვს მაგარი და ხო რა, რადიო ნახე საცილები იყო. ის იუმორი რო ყოფილიყო და რაღაც სოლო ინტერვიუ რო ყოფილიყო, შეიძლება არ მოწონებოდა, მაგრამ აი რაღაცნაირი გადაობა იყო, გამისწორდა კი. ჩვენ ბებოს გადავაწყდით შემთხვევაში ხუჩაში, ბებომ თქვა ჩემი მეზობლები არიან, ჩემი გაზრდილები არიან. მე მამა შენი დახვდა, ხალხს ქონდა როგორი პოზიტიური განწყობა, იცი რომ აი ეგეთ ოჯახებში იზრდებიან მაგარი ადამიანები და ეგ მაგაზე მინდა თქვა რომ ეხა შეიძლება მაყურებელს არ ქონდეს საშუალება ისე ნახა რაც მე ვნახე, მაგრამ ბოლოს კახეთში რო ვიყავით რესტორნიდან რომ მოვდიოდით, ბოლოს გამოხვედი შენ და ეს იგი ის კი არა რომ ყველას დაუთმედ რომ ყველასთან ფოტო გადაიღე, ანუ ვინც კი შენთან არ მოვიდა, მაგალითად ვინც მუშაობდა ტექნიკაზე, ხმის გამსწორები, ყველასთან მიხედი, ჩამოვართვი ხელი და მადლობა გადაუხადე და მე ეგეთი თავდაბლობა და ეგეთი არ ვიცი რა სწორი სიტყვა როგორ სწორი ადამიანობა ხშირად არ შემხვედრია ცხოვრებაში რა, იმიტომ რომ ამ ხელა წარმატებას რომ მიახსოვ კაცი რომ ტრამპს ჩამოვართმევ ხოლმე ზუკერბერგის სახში გეპატიჟება, ისეთი იოლია რომ თავში აგივარდეს რომ რა ვიცი ზოგი არაფერს არ აკეთებს და მაინც დიდი წარმოდგენა აქვს თავზე და აი მაგაზე მინდა ვილაპარაკოთ ეგ რატო ხარ ეგეთი? ყველა ერთნაირები ვართ რა, ანუ არა აქვს მნიშვნელობა დაუშვათ შენ იუთუბერი ხარ, მე მებრძოლი ვარ, მე რამდენი ფოლოვერი იყოს, რა მნიშვნელობა ჩვენ ხო ადამიანები ვართ და აი ეხლა წარმოგიდგენთ მოვედით ვიქეიფეთ ამ ოჯახში და აი ქალბატონებმა გაამზადეს სუფრა რაღაცა, ამ ხელა ისინი ჩვენზე მეც შემომეთ, ჩვენ ჩავართ ეხლა YouTube-ში გვიყურებენ, მაგრამ ის ხო ჩვენ ეხლა აი მე მაგარი ხაჭაპური ჭამეთ, მაგარი ხუთი შემომენ 24 საათი, ყველი ამოყავთ რაღაცას აკეთებენ საჭმელს და ჩემთვის ეგენ უფრო დასაფასებლები არიან რა, იმიტომ რომ რაღაცა და მე მოვა რაღაცა YouTube-ი კამერა რაღაცა. კი, მაგრამ შენ შეხედე ახლა ბევრ რაღაცას აკეთე, ნინა რო ჩამოიყვანე თავისი მილიონობით აუდიტორიის და შენი მილიონობით აუდიტორიის ყურადღება მიაპყარი ამ ქვეყანას. კი. ხო და ეგ ახლა ისეთი პიარი არის რომ ხო, ეგ კი, მაგრამ მე თელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით მაგას ვაკეთებ და მაგით დავიწყე სპორტი, რომ ეგ მინდა რომ ჩემი ქვეყნის სახელი ეხლა რაც უფრო მეტი ვიცი, რაც უფრო მეტი ვნახე, რაც უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ეგ მინდა ზუსტად რომ
რაღაცი კიდე გამოვადგით ჩემ ქვეყანას და ანუ არა მარტო სპორტით და მუჭის ქნევით და ვიღაცების ცემით, როგორც მამა ჩემმა თქვა, ვიღაცას ხო, მაგას ცემა უყვა, ეგო, მაგას ცემა უყვა. არა, სპორტით ცემა, დამიჯერე ნამდვილად ჩხუბზე, აი, რაც სპორტი დავიწყე, მაგის მე ჩხუბი არ მინდა. ნუ ხდება რა თქმა უნდა რაღაცები, მაგრამ ხო. კიდევ ერთი კითხვა. კაი, ტრამპმა რაო. მომილოცა გამარჯვება. ხო? და მეც მომისად დაუდასტურე რომ ჩემი პატივისცემა, ჩემი ქვეყნის პატივისცემა და რა ვიცი. ეს შენ კეთილი განწყობა. რამე თუ არის ამდენი მიღწევის მერე რაზეც ნანობ. აი რაც არ გამოვიდა ისე. აი ისე არ გამოვიდა როგორც ჩაფიქრებული ქონდა. არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ პირადად გამოვიდა რა, იმ ყველაფრისგან გამოცდილება მივიღე, თუნდაც წაგებიდან, თუნდაც რაღაც რავი, მე მადლიერი ვარ ღმერთის. რა უკან რომ დავბრუნდე, შეიძლება მაშინ ძნელი იყოს შეცდომები დაუშვი ან შორიგზით წავედი რა, დაუშვა თუნდაც 6 წელი ამერიკაში საბუთი არ მქონდა რა, მართვის მოწმობაც კი არ მქონდა, მაგრამ ну არა უშავს გამოუცდელობა იყო, მაშინ არ იყო smartphone-ები, რაღაც ინტერნეტი, ან მეც არ ვიყავი მზა და ინგლისური არ ვიცოდი, ადვოკატიც არა ვიყვანა, ვიღაც დეგენერატი შემხვდა და ესე რა, ну ეგ ცხოვრება, შეცდომები და ანუ ხო რა, ну პირიქით გამოცდილება იყო, იმან გამაძლიერა და ყოველ შემთხვევაში ეხლა გამოვიდა რა, რო არ გამოსულიყო, ბაზარი არ გული დამწყდებოდა რა, იმიტომ რომ მართლა ვცდილობდი. და მაგრამ ბოლოს მაინც გამოვიყვანი და ეგრეა რა, ანუ რავი, თავარია ჩვენ ყველამ ჩვენი მაქსიმუმი ვცადოთ რა ცხოვრებაში და ჩვენ ცხოვრება მშვენიერი ეხლა დღეს 21 საუკუნეა და რა ყველა მონახავ ჩვენ გზას და ისე არის თუ შომა გიყვარს და რაღაც შენ გზას მაინც მონახავ რა ხო და არ არის ეხლა ის დრო რომ რაღაცა აი ისეთ შეცდომა ხო ისეთ შეცდომა დაუშვან ისეთი რამე გააკეთო რომ უკან ვეღარ დაბრუნდე ანუ რაღაცა რა კიდევ ვიძახი როცა შომა გიყვარს და როცა რაღაც მიზანი გაქვს ბედნიერი იქნება სადაც არ უნდა იყოს. ორს უნდა კონდეს მიზანი, უფრო რაღაცას რომ მიაღწევ და თუნდაც შენ ხარ რაღაც YouTube ჩანელი. შენ ინტერვიუს წერწად ნახევარი ავტრიალებ. ხო. კი, ყველა მხრიდან. ხო, აუშ, ის რაღაცა რომ გინდა გულით გამოვიდა. ხო, დავაკავშირა ეხლა რაღაცა. ნუ მოხდა ისე რომ შენ საჭირო დროს ხარ, მე თუ საჭირო დრო საჭირო ადგილზე ხარ, მეც აგერავა რა. მოხდი. ანუ ეს თქვა მინდოდა. მიზანზე, რომ თავარი არ გაჩერდე. ხო, თავარი არ გაჩერდე, ხ სიტყვაზე, თუნდაც შენ იუთუბერი ხარ და დავუშვათ ყავს 50000 გამომწერი, ხო? იცის რამდენი ყავს ხო? გამოიწერეთ დროზე. ხო, და ნუ როა ხოლა 100000-ზე მე უფრო მეტი მიზანი უნდა დაისახო, ხო? და რა თქმა უნდა, მე უკვე სხვა და ყოველთვის ესე უნდა იყო რა. თორე ხე მიღწევდე რომ დაკმაყოფილდე. ნუ მაშინ რა აზრი აქვს რა? ანუ რა ეგრე ხო ხტები, ამას არ აქვს. მუღამი აქვს ყოველთვის მეტი და მეტი. ანუ შენს გაქვს რაღაცა შენთვის 5 წელიწადში ჩაფიქრებული, სადაც გინდა რომ მიხვიდე. რა თქმა უნდა, ეხლა ან შეხედე მე ხო ჩემპიონი ვარ დღეს და მინდა რომ დავიცვა, იმიტომ რომ ახალი მოწინააღმდეგე მეყოლება ორი საინგანი, რომელიც ეხლა მე რო აქ ვარ საქართველოში ხაჭაპურჭამ. ხო, იმას ყველიან კვერებს უბერავ. ჩემ მოწინააღმდეგე ვარჯიშობს, ემზადება იმისთვის, რომ დაამარცხოს ჩემს ვიდეოებს უყურებს, შემისწავლოს და მოკლედ ხო რა ვარჯიშობს, იმიტომ რომ და ეს ჩხუბი იქნება ოქტომბერში რა. წამოდგინე ხა ბრძოლა რომ მეიშება მინიმუმ 3 თვე ძალიან მკაცრ დიეტაზე ვარ. ეხა უკვე აი ნახე გამიქრა ისინი რა პრესები რა და ბრძოლის დროს ვარ ძალიან გამომშალი ხო. ხო, ისე კადრები რო შეადახო. უკვე აი დამონე 11 დღეში და რაღაცა უკვე აი მოდუნებული ვარ რა, მაგრამ იმ ბრძოლის დროს შედიوار სასწავლო ფორმაში რა. ხო და ანუ ამისთვის ვარჯიშობ, ეს აერზე არ მოდის ეს ყველაფერი რა, დისციპლინირებულად დილით მიღვიძებ დარბაზი. მე ისე ну ვარჯიშს მე ясნია მიღლები შესვენება, ბრძოლის წინ არის წონის კლება რა, დაახლოებით 10 კილოს ვიკლებ ხოლმე, მაგას ვაბარებთ და მე უკვე ერთი დღე შემიძლია აღვიძნე დავბრუნდე ნორმალურ წონას. და ბრძოლის დღე ყველაზე კარგი, ყველაზე ადვილი, ყველაზე მშვიდი, ყველაზე კომფორტული დღე ჩემთვის, ბრძოლის დღე. და ბრძოლა რომ თავდება, იწყება იქიდან მე ინტერვიუები იქვე ადგილზე რამოდენიმე იქ არხია ESPN რაღაცები UFC-ს თავისი აქვს. მე საერთო პრესკონფერენცია და აი ჩემი ტელეფონი არ წდება ხოლმე რა. ანუ პირველ რიგში შოულეს ურეკავ და მე აი რავი. ეხა რა გითხრეს?
რა ყოველთვის ყოჩაღდა ამაყობთ შენით და ესე შემდეგ რა. მე თვითონ მყავს მოზარდი 13-14 წლისშვილი, რომელიც გიждდება შენზე და მაგალითი ხარ და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც შენ ამბობ, რომ ბავშვები ზოგი ბირჟისკენ გაიწევა, ზოგი უსაქმურობისკენ, ზოგი ჯანკ-ფუდის ჭამისკენ, კომპიუტერისკენ და სულ ხას უსვავ, რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვების мотиваცია. თუ შენ თვითონ იცი რა, რომ სადამდე შეიძლება ადამიანი მივიდეს იმათ რომ მიმართა. ხო, რა შეიძლება ახალგაზრდათაობას ვეტყოდი, რომ აი ეს მათი ასაკი და ეს წლები არის უნიშნულოვანესი რა. ეხლა უნდა განვითარდნენ, როგორც იზრდებიან ფიზიკურად, სიმაღლეში, წონაში ეს შემდეგ, ისე იზრდება მათი ტვინიც რა. და რასაც ეხლა ისწავლიან დაუშვათ იქნება ეს ჭიდაობის ტექნიკა თუ ფიზიკა, მათემატიკა, გეომეტრია, რასაც კი ისწავლიან, ყველაფერი მთელი ცხოვრება ტვინში ექნებათ რა. ეხლა რაც მაქვს, ის მაშინდელი ნასწავლი მოხდა, ეხლა რა თქმა უნდა ვითარდები რა და ანუ მოკლედ ვთქვათ, ურჩევდი მათ რომ ეს კომპიუტერი თამაშები აი კარგი თამათ ფუთლიანად ამოიღებენ, რა თქმა უნდა ალკოჰოლი ცუდია. სიგარეტი, ნებისმიერი კვამლი ცუდია, თუნდაც ელექტრო რაღაცა ეხოს უაზრობა, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის ცუდია და უბრალოდ მავნეჩვევა ზედმეტია რა, ანუ ეგ არ ჭირდება ადამიანს და თუნდაც ეგ აზიანის სასმელები რაღაც უნდა ვიცხოვრო ჯანმრთელად და უნდა გქონდეს რაღაცა მიზანი, განვითარდეთ და კიდევ ვიძახი, უნდა შევქნათ კარიერა და ანუ უნდა იფიქრო 10 წლის მერე რა იქნება, თორემ დღეს შეიძლება ბაზარია დატკბეთ ცხოვრებით, მაგრამ 10 წლის მერე აი კომპიუტერის თამაში ხო არ გამოგადგება ხო? ან შეიძლება იმ თამაშს მაგრამ თამაშობ, მაგრამ მაგით ხო ვერ იცხოვრებ, არა? ხო და ეგრეა რა ყველაფერი რა. გაგასწრებს ყველა. ხო ეგრეა და ნუ ხო რავი. მოუწოდებ ახალგაზრდათაობას რა რაღაცა აირჩიონ პროფესია, აირჩიონ ვიფიქრო მომავალზე და არ დახარჯონ უბრალოდ დრო ტყილა და უფრო მაგარი кайფი აქვს ეგ ცხოვრებას. ანუ ეხ ყველა ანუ ახალგაზრდა ეხ ბიჭები ყველა ოცნებობს მანქანაზე მაგარ გოგოზაურაბაზე, გოგოებზე, მაგარ გოგოზე ხო და ეგ ყველაფერი თუ იქნები მაგარი ყველაფერი მოვა რა და თუ კომპიუტერზე თამაშობ ეგენი არაფერი არ მოვა. ბირჟაზე მდგარ ბირჟს არავინ არ მიექცევს ყურადღებას. იმედი არ გქონდეთ. ძალიან დიდი მადლობა და მგონი რომ ბევრი დრო წაგართვი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე, წარმატებები. როდესაც ვიყავით სამეგრელოში, სულ წვიმდა, მაგრამ წვიმამ ვერ მოაკლო სამეგრელოს სილამაზე. ზუსტად ისეთი ჯადოსნურია, როგორიც წარმომედგინა. პირადად მე პირველად ვიყავი მარტვილშიც და აი მართლა ახთოვანებული ვარ, ძალიან ლამაზია. მინდოდა ორი სიტყვით შემეჯამებინა ნინას და მერაბის ვიზიტი საქართველოში და იმაზე ვფიქრობდი, რომ როდესაც ადამიანი რაღაცა ძალიან დიდს მიაღწევ, ხო? და მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ამერიკის პრეზიდენტი გულშემატკივრობდა ხელი ჩამოართვა ამ ხელა გამარჯვება ესეთი წარმატებით და მე ყოველ შემთხვევაში ესე მაქვს ჩემ თავთან, როდესაც რაღაცა ძალიან დიდ ამბავს გავაკეთებ, ჩემ თავს ვასაჩუქრებ. ამ ხელა გამარჯვების მერე კიდევ ჩამოდის და საქმეს აგრძელებს და საქართველოს უწევს პოპულარიზაციას და ამისი არ დანახვა არ იქნებოდა კარგი ჩემი აზრით. არ მინდა ეს face track-ი. რატო იჭყანება? რა მეცუდა თქვი? აია. სამადლობელოს ვამბობდი. მოვდგები ახლა? მოდეგი. აჰა. აია. მაინც ტრადიციულად სამივე ერთად გემშვიდობებით. ავდეთ ხელები. აი მე არ რა ხელი აწია. ერთი რა, ერთს ვიტყვი. აი აზრი იყო იმ სამეგრელოში კიდე დაუბრუნდებით აუცილებლად ჯერ არ გადაგვიყე არაფერი და 50000 გამომწერამდე გვაკლია, აი არ ვიცი, ორი კაცი თითქმის და გამოგვიწერა. ეგება დააკლიკოთ. ხალხი ჩემპიონები ხვდებიან და დიკლიკეთ და ტკიპ. და რა საკეთებ 50000-ზე? დედოსფიც არ თუ გავაკეთო. არ გავაკეთებ? არა, რა წესი არის? რამდენი ხანია ველოდებით? ისე მართლა ძალიან დიდი ხანია 50000 ვერ მივაღწიეთ და სირცველი თქვენ. არა, კაი საქციელი.
ანუ მერაბი არის მაგარი ტიპი რა. გამაგარი ბიჭია. და მაგარ საქმეს აკეთებს თავის ქვეყნისთვის და ანუ ჩვენი სავიზიტო ბარათია ესე ვთქვათ, გარეთ და უნდა დავაფასოთ ჩვენს ქვეყანაში მერაბი უფრო მეტად. ხო და ეგ მინდოდა, აი მაგას ვამბობდი, რომ ვერ იმიტომ რომ რასაც ეგ აკეთებს, რავი, ძალიან ბევრი წელი ძალიან ისეთი ადამიანები ვერ აკეთებდნენ რა, ვისაც ევალება რომ აკეთოს ეს. და ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად რო იყო, ადგა და ეს ყურადღების ცენტრი საქართველოზე გადმოიტანა და მადლობა რა, მართლა. მადლობა მას იმისთვის. იმიტომ კი არა რომ ჩემპიონი, იმიტომ რომ საქართველო უყვარს. ხო და გამოგვიწერეთ. ზუკა, მოდი ზუკა დაემშვიდობე ხალხს. მოდი ზუკა დაემშვიდობე ხალხს. ზუკამ გადაარჩინა ცუდა. ძალიან კაი ბიჭია. ცუდა გადაარჩინა ზუკამ. მოიცა გალფს, კარგი მადლობა ბოლოში. აი შეხედე, ზუკამ გადაარჩინა ძაღლი. ზუკ მოყვა ძაღლი ავარიაში და დარჩაი. მარტო სარეკლამოდ კი არა აქვთ ისე ძაღლებს რო აჭმავენ, რა ქვია, ზოგი მარტო რეკლამას რო აკეთებს. თანამშრომლები დარჩნენ დაზარალებულ ძაღლთან, სანამ არ მოვიდა სასწრაფო და არ გადაარჩინეს ძაღლი. წაიყვანეთ ქუთაისში. წაიყვანეთ ქუთაისში. ყოველგვარ წადინავ, ეხლა დაგვირეკავენ, გვეტყვიან როგორ არის. ნუ გადარჩევ. ისე ყოჩაღად იყო, ხო? კი, იქმინებოდა კიდევაც. გაქვს ნაკმენი? არა, ხელთმანებებს. ფეხები. ნიკა საწახვედი. დასრულება. მოდი ნიკა. ასე რომ გამოიწერეთ ამ კარგი ხალხის გვერდი, დაალაიქეთ, დააშიარეთ და კაი რაღაცები გეულდებათ ხოლმე მეგობრებო. ჩვენგან კიდევ მადლობა გავს, რომ ესეთი კარგი შესაძლებლობა მოგვეცით და ერთად ვიბოდიალად. ერთად. დროებით. ნიკა, მოდი, ბოლო ნახვამდის, ეხა ნამდვილად ნახვამდის. აუ არა, სამივე ერთად რა. ძალიან მიყვარს. აი, უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ აი, კარგად, აი მარტო ამას ვეთქვით. კარგად. ესე მაღალ ფარდოვნად? კარგად. არა, სხვანაირი იყოს. რა ყოფილა? გურია